ფესტივალი ახალი შანსი იმითი არის განსხვავებული ყველა სხვა ფესტივალისგან და პროექტისგან, რომ მუდმივად რაღაც ახალი ხდება ხოლმე ჩვენთან. ჩვენ ყავს არა მხოლოდ ფესტივალის მონაწილეები და ფესტივალს ყავს არა მხოლოდ მეგობრები, არამედ ფესტივალს ყავს თავისი აღმოჩენები და საპატიო სტუმრები. მე ბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მარიამის დედიკოს დახმარებით სოციალური ქსელით აღმოვაჩინე მარიამი. გოგონა, რომელიც მეც და ალბათ თითოეულ თქვენთაგანს გაძლევთ იმის რწმენას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. დღეს ფესტივალურ კონკურსის ფინალურ ჩაწერასთან ერთად ჩვენ გვაქვს მარიამის ხელნაკეთი სამთლების, აი ესეთი ძალიან ლამაზი სამთლების გამოფენა გავიგოთ. და მე აქვე მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ მარიამ ამირიძეს სოციალურ ქსელში დაუკავშირდეთ და საახალწლო საჩუქრები, საახალწლო ბოქსებისთვის შეუყვეთოთ მას და რადგანაც მარიამმა გვაჩვენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მოდი ჩვენ ყველამ ერთად მარიამს დავანახოთ, რომ ჩვენი თანადგომა შეუზღუდავია და ჩვენ ერთად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. იმისთვის, რომ მარიამს უფრო კარგად იცნობდეთ, მე მინდა მარი გაგვეცნო. ჩვენთვისაც ახალი სახე ხარ და მაყურებლისთვისაც. მოდი მოგვიყევი შენ შესახებ. კი ბატონო, მე ვარ მარიამ ამირიძე, 21 წლის. დავამთავრე თბილისის ქალაქ თბილისის სასწავლო მეცნიერებათა საჯარო სკოლა. შემდეგ იმის გამო რომ მაინტერესებდა გადაღების პროცესი, რა ხდებოდა გადაღების პროცესში, კამერის მოკვლა რა ხდებოდა და წერის ნიჭიც მაქვს, ჩავაბარე ივარ ჯავხიშვილის სახელობის მედიისა და ტელეხელოვნების სკოლაში რეჟისურის ფაკულტეტზე, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ჩემი პროფესიით სამსახური ვერ მიშოვე, ასე ვთქვათ. და მე რადგან ყველას გვჭირდება საარსებო წყარო, გადავწყვიტე რომ რაღაცა უნდა მეკეთებინა და დავიწყე სამთლების კეთება. დიახ. დავიწყე სამთლების კეთება. აი, სამთლების კეთება რა არის შენთვის? რელაქსია? ეს არის ხელოვნება და მე ჩავთვალე რომ ხელოვნებისთვის უნდა მიმეცნო საკუთარი თავი და კი, განსხვავებული ერთმანეთისგან. მაგრამ ესეც ხელოვნება არის, აქაც მინდა შესაბამისად, კი ბატონო. და მე კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ თქვენ ყველას და აქ დამწყე საზოგადოებასაც, რომ მოდით დაუდგეთ მარიამის წამოწყებას გვერდით და ჩვენც ვაჩვენოთ, რომ ჩვენი თანადგომა არის უსაზღვრო. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ხარ ჩვენთან და საერთოდ გახდით ჩვენი მეგობარი. და ჩვენს გვერდებით რომ გავხდებით შენი მეგობრები და ყველა ახალი მეგობრობა ეს ორივე მხარისთვის არის რაღაცა ახალი შანსი. აქვე მინდა მოგმართოთ კომპანიების წარმომადგენლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეგიძლიათ მარიამის დასაქმება. დისტანციური დასაქმება იქნება ეს თუ შედარებით სუბუქი, ძალიან გთხოვთ, გამოეხმაურეთ მარიამს, დაგვიკავშირდით ჩვენ და დაგაკავშირებთ მარიამს და მოდით ერთად ვიზრუნოთ ახალგაზრდა გოგონას დასაქმებაზე. მადლობა მარიამ. მადლობა თქვენ. ჩვენთან ყოფნისთვის და ჩვენ კი გაგრძელებთ. ახალი შანსი